ამასინათ ერთ პატარა მოთხრობას ვკითხულობდი გზაში. ეს იყო მოთხრობა დემონსა და ათეისტზე. ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ ოთახში და ერთმანეთს ესაუბრებოდნენ იმაზე, რომელი უფრო მაგარი იყო. მოკლედ, თავის უპირატესობებს უმტკიცებდნენ, ასე რომ ვთქვათ. დემონი ეუბნებოდა, რომ მას შეეძლო აზრების კითხვა, მას შეეძლო ცუდის კარგად წარმოჩენა, ან პირიქით გაფუჭება, შეეძლო გაეტეხა, შეეძლო საგნებს ეფრინათ და ასე შემდეგ. ათეისტი თავის მხრივ ეუბნებოდა, რომ მე ამ ყველაფერს არ ვჯერა, ვინაიდან სამყარო მატერიალურია ძმაო, თუ რაღაცას ვხედავ და ხელით ვეხები, ის ესე იგი არსებობს. ის შექმნილია სხვადასხვა ფიზიკური კანონების ძალით და შემთხვევითობის შედეგად. მოკლედ, ერთმანეთს ისე უმტკიცებდნენ თავის შესაძლებლობებს თუ წარმოდგენებს, რომ ჩიხში იყვნენ მოქცეულები. თუმცა ხო ვიცით, სამყარო ისე შექმნილია სინამდვილეში, რომ ათეისტი არის სინამდვილეში ის ადამიანი, რომელმაც მშობლები დახოცა და შემდეგ მოსამართლეს ეხვეწება შეწყალებას, ვინაიდან ის ობოლია. აი ასე არის უბრალოდ ათეისტი, რომ უმტკიცოს ადამიანს ღმერთის არარსებობის და თან ასეთ ლამაზ სამყაროში ცხოვრობდეს. რაღაცა მომენტში დემონის უფრო გავიგე ვიდრე ამ დებილი ათეისტის. ვინაიდან დემონს ეშინოდა ღმერთის. აი ამ სამყაროს ერთადერთი შემოქმედის და შემქმნელის. ხოლო ათეისტი ამას ვერ აცნობიერებდა. ვინ იყო მათ შორის ყველაზე ძლიერი, რომელიც არ ჩანდა და რომელმაც დაუშვა, რომ ორივე არსებობდეს აი ამ სილამაზეში. ეს არის მთელი მორალი. როგორი ცუდიც არ უნდა იყო, როგორი ათეისტიც არ უნდა იყო, შენ მაინც იქ ხარ დაშვებული, რომელიც არის ღმერთის მიერ შექმნილი. ეს არის ერთადერთი ის ხილული სასწაული, რომელსაც ვერ ვაცნობიერებთ